მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ აქვართ ყველანი და გვაქვს საშუალება რომ ვისაუბროთ ღმერთზე და მის სიყვარულზე. დღეს მინდა რომ ვისაუბრო მორწმუნე ადამიანის ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე და ეს არის ღმერთის თაყვანისცემა და მის დამიმსახურება. რადგან ვფიქრობ, რომ ეს ორი საკითხი ნამდვილად უნდა იყოს ყველა ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდებით ამ თემას და რაც უფრო კარგად გავიგებთ მას, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად შევძლებთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ და ვაამოთ. შესაბამისად, მოდით განვიხილოთ ეს საკითხები. პირველ რიგში დავიწყებ თაყვანისცემით. ბიბლიის მიხედვით თაყვანისცემა ეს არის ღმერთის უზენაესი ღირებულების აღიარება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მუსიკალურ ქებას, არამედ ის მოიცავს ჩვენი მთელი ცხოვრების მისთვის მიძღვნას. ანუ ეს ნიშნავს, რომ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი მის დამი მორჩილებით, მსახურებითა და პატივისცემით, რომელიც რა თქმა უნდა მოხდეს სულითა და ჭეშმარიტებით, როგორც ამას ბიბლია ამბობს. რადგან თაყვანისცემა არ არის რაღაც ერთი ქმედება, არამედ ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების წესი, რომლითაც ჩვენ უფალს განვადიდებთ. და რა თქმა უნდა, თაყვანისცემა პირველ რიგში უნდა მომდინარეობდეს ღმერთის ბუნების შეცნობიდან, რადგან წარმოუდგენელია, რომ ვინმეს თაყვანისცე ან პატივი მიაგო, თუ კი არ იცნობ მის ბუნებას, ხომ ასეა? შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევწუდეთ ღმერთის ბუნებას, მის თვისებებს, მის ხასიათს, შევიცნოთ ის, როგორც ჩვენი სულიერი მამა და შემდეგ უკვე შევძლებთ, რომ განვადიდოთ იგი გულწრფელად და ჭეშმარიტებით. შესაბამისად, ამისთვის საჭიროა, რომ მასთან მქონდეს მუდმივი, სულიერი და გულწრფელი ურთიერთობა. იესო ჩვენ გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მსახურება უნდა მოდიოდეს სულიდან და უნდა ეფუძნებოდეს ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტებას. აი, წავიკითხოთ იოანეს 4:24, სადაც ეს მუხლი წერია. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით. მოდით ახლა გავიგოთ, რა სინონიმები არსებობს თაყვანისცემის ბიბლიაში. ესენი არის. პირველი, ეს არის ქება და მადლიერება. ეს იგივეა, რაც შეგვიძლია ამას უწოდოთ ბაგეთა ნაყოფების შეწირვა. ეს ის მომენტია, როდესაც ადამიანი საკუთარი ბაგეებით ღმერთს განადიდებს და მის დამი ყოველდღიურად მადლიერებას გამოხატავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ქება და მადლიერება ამსხრევს ბოროტის საქმეებს და ასევე განადიდებს უფალს. შემდეგი ეს არის უკვე მსახურება და მორჩილება, ანუ ეს არის ღმერთის მიმართ მსახურება და მისი მცნებების დაცვა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ ნებისმიერ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ იმის გაცნობიერებულობით, რომ ღმერთის თანდასწრება სულ თან დაგვსდევს. ანუ, როდესაც ჩვენ ვიაზრებთ, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ღმერთი ყოველთვის გვიყურებს, მისი თვალები მოპყრობილია ჩვენსკენ და შესაბამისად ჩვენ ეს ნებისმიერი საქმე უნდა ვაკეთოთ გულწრფელად, პატიოსნად და სიყვარულით. შემდეგი ასპექტი არის მოწიწება და შიში. ეს არის, როდესაც ღმერთთან მიდგომა ხდება ღრმა პატივისცემითა და მორჩილებით. და ბოლო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მსხვერპლი, ანუ საკუთარი თავისა და რესურსების გაღება სხვებისთვის. აი, მაგალითად, როდესაც ვეხმარებით გაჭირვებულებს, ან თუნდაც როდესაც ღმერთისგან მიღებულ სიბრძნეს და გამოცდილებებს სხვებს უზიარებთ, რათა სხვასაც გამოადგეს ეს ყველაფერი. მოდით ახლა ვისაუბროთ, თუ რა მაგალითები გვაქვს ბიბლიაში სწორედ თაყვანისცემის. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, სიმღერა და მუსიკა. და ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ დავითი ყოველთვის ცდილობდა, რომ ღმერთისთვის ფსალმუნებით ემღერა და ეგალობა. შემდეგი ეს არის მსხვერპლ შეწირვა და მოდი გავიხსენოთ ქალი, რომელმაც იესოს ძვირფასი სურნელოვანი ზეთის ცხო და ამით მან გაიღო გარკვეული მსხვერპლი. რატომ? იმიტომ რომ
ეს სურნელოვანი ზეთი იყო რაღაც ძვირფასი და მან გადაწყვეტა რომ ამ მისთვის ეს თავისი ძვირფასი რაიმე ღმერთისთვის მიეძღვნა. შემდეგი ეს არის უკვე ლოცვა და ქება განსაცდელში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის კარგი მაგალითი არის პავლე და სილა, რომლებიც ციხეში მღერიან და გაჭირვებაშიც კი ღმერთს განადიდებენ. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მაშინ როდესაც ბოროტი ცდილობს შემოგვიტიოს, როდესაც ცდილობს რომ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნას, განსაცდელში ჩაგვაგდოს, ამ დროს თუ კი ჩვენ შევძლებთ რომ ისევ ღმერთზე ვკონცენტრირდეთ და მას მიუძღვნათ ჩვენი მთელი ქება და დიდება, ამ დროს ბოროტის საქმეები აუცილებლად დაიმსხვრევა და იგი ვერ შეძლებს თავისი გეგმის ჩვენზე განხორციელებას. შემდეგი უკვე ეს არის მორჩილება ქმედებაში და ამის ნათელი მაგალითია იესო ნავესზე, რომელიც იერიხოსთან ღმერთის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებს და მის ცხოვრებაში ამის შემდეგ მოდის კიდევაც უდიდესი გამარჯვება. შესაბამისად, ყველა ეს ასპექტი და ყველა ეს მაგალითი, რაც ბიბლიაში წერია, არის თვალსაჩინოება იმისა, რომ აუცილებელია ჩვენ ვუმღეროთ და უგალობოთ უფალს, შევწიროთ მას მსხვერპლი, ვადიდოთ და ვაქოთ იგი განსაცდელი ჟამსაც კი და მორჩილება გამოუცხადოთ ნებისმიერ ქმედებაში. ეხლა კი მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ზოგადად თაყვანისცემა რა თქმა უნდა იყოს ღმერთზე ორიენტირებული და როდესაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ მის ბუნებაზე, მის ხასიათსა და თვისებებზე. რადგან როგორც გითხარით, შეუძლებელია ვინმე განადიდო, თუ კი არ იცნობ მას პირადად, ხო? როდესაც იცნობ და შეიყვარებ მას, შემდეგ უკვე შეგიძლია მას მიაგო გარკვეული პატივი. ამიტომ აუცილებელია რომ ეს ყველაფერი იყოს ასევე სულით ინიცირებული, ანუ სულიწმინდის მიერ აღძრული. იმიტომ რომ ბიბლიაში წერია რომ უფალი არის სული და ადამიანებს მხოლოდ სულით შეუძლიათ რომ განადიდონ იგი. რადგან ჩვენი ხორციელი ბუნებით ვერ შევძლებთ ამას, ჩვენ ეს შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ შევიცნობთ მის ბუნებას, რა თქმა უნდა, მისი სიტყვიდან გამომდინარე, როდესაც გავიზრდებით სულიერად მასში, გავიგებთ მის ბუნებას და თვისებებს, შევიყვარებთ მას, ვაღიარებთ და შემდეგ უკვე თავისთავად მოხდება მისი თაყვანისცემა ჩვენს ცხოვრებაში. და ყველაზე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ამ ყველაფერს მოაქვს თავისუფლება, სიხარული და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის ღმერთი მოყავს მის მიზანთან თანხმობაში. და რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს თითოეული ადამიანისთვის აქვს გარკვეული მიზანი მიცემული ამ ცხოვრებაში, ანუ ღმერთს აქვს გარკვეული გეგმა თითოეული ჩვენთაგანისთვის და როდესაც ჩვენ მას განვადიდებთ, ჩვენ მოვდივართ ამ გეგმასთან თანხვედრაში და რაჯობია იმას, რომ ვიცხოვროთ ღმერთის გეგმის მიხედვით და არა ჩვენი ხორციელი ბუნების მიხედვით, ხო? რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ნება არის უზენაესი და ჩვენ არ შეგვიძლია მასზე უკეთესი რაიმე მოვიფიქროთ. ამგვარად რომ შევაჯამოთ, ჭეშმარიტი თაყვანისცემა ნიშნავს, რომ ღმერთი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა და მივიჩნიოთ იგი ფასდაუდებელ საგანძურად, რადგან ეს ასეც არის. ეხლა კი მინდა ვისაუბრო თაყვანისცემის ორ სახეზე. თაყვანისცემის ორი სახე არსებობს და მოდით ეს განვიხილოთ. ზოგადად ჩვენ ღმერთს ვეთაყვანებით მაშინ, როდესაც მის ბუნებას სწორად შევიცნობთ და სათანადოდ დავაფასებთ, ხო? და ახალ აღთქმაში სიტყვა თაყვანისცემა აღნიშნავს სწორედ ამ შინაგან დაფასებას, რომელიც სამყაროში ხდება ორი ძირითადი გზით. პირველი ეს არის ბაგეთა მოქმედებები. ამაში შედის მისი ქება, მისი განდიდება სიმღერით და მისამი მადლიერების გამოხატვა. თუნდაც მონანიებაც აქ შეიძლება შევიდეს. შემდეგი ეს არის სიყვარულის მოქმედებები. ანუ ეს არის საქმეები, რომლებიც აჩვენებს ღმერთის უზენაეს ფასს და ღირებულებას ჩვენს ცხოვრებაში იმით, თუ რამხელა მსხვერპლის გაღებისთვის ვართ მზად, სხვების სასიკეთოდ. ანუ ჩვენ როდესაც შევიცნობთ ღმერთის ბუნებას და შევეცდებით, რომ მას დავემსგავსოთ, შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის და ჩვენც ვიქნებით მისნაირი და შევძლებთ გარკვეული მსხვერპლის გაღებას სხვების სასიკეთოდ. და სწორედ ამითი დავემსგავსებით მის ბუნებას და ვაამებთ მას. და რა თქმა უნდა, რომ შევაჯამოთ,
ესე იგი, ჭეშმარიტი თაყვანისცემა ეფუძნება ღმერთის ბუნების სწორ გაგებას და არის მისი ღირსების სათანადოდ დაფასება. ამიტომ იმედი მაქვს, რომ როგორც მე ჩემთვის აღმოჩნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, გამოსადეგი ამ ცოდნის მიღება, ისევე იქნება თქვენთვის, რათა ყველამ ერთად შევძლოთ განვადიდოთ ჩვენი სულიერი მამა. ისე როგორც საჭიროა. ახლა კი გადავალ მსახურების ასპექტზე. მოდით ვისაუბროთ მსახურებაზეც. მსახურება ეს ნიშნავს ღმერთის სიყვარულს, მის პატივისცემას და დაფასებას იმით, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას, ნიჭებსა და ქმედებებს უძღვნის ღმერთის მიზნებს და არა საკუთარ ხორციელ სურვილებს. ანუ დავუშვათ, მოდით ცალ-ცალკე ვისაუბროთ, რომ შენ ღმერთს ემსახურები, როდესაც თუნდაც ეხმარები გაჭირვებულებს, ხო? ღმერთს ემსახურები ასევე, როდესაც შენ ზრუნავ თუნდაც ბუნებაზე, ცხოველებზე, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ საქმეს აკეთებ ღმერთის მოსაწონად, ხო? ეს მისდამი მსახურებაა. თუნდაც ოჯახზე ზრუნვაც არის ღმერთის მსახურების ერთ-ერთი ფორმა, რადგანაც ღმერთმა შენ მოგანდო ეს ოჯახი და შენ ხარ ვალდებული, რომ მასე იზრუნო. შემდეგი არის სიტყვის გავრცელება. რა თქმა უნდა, სხვებისთვის სწავლება არის ასევე მსახურება. ეს სწავლება უნდა მოხდეს ღმერთის სიყვარულისა და ხსნის გზავნილის მათთვის გაზიარებით. ანუ, როდესაც შენ ადამიანებთან მიდიხარ და უზიარებ ღმერთის სიყვარულს და მის კეთილ უწყებას, ეს ამით შენ ღმერთს ემსახურები. შემდეგი არის, რა თქმა უნდა, მორჩილება და თაყვანისცემა, რა თქმა უნდა, აქაც ღმერთის სიტყვის, ეს მოიცავს ღმერთის სიტყვის მიხედვით ცხოვრებას, მისი მცნებების დაცვას და მისდამი ერთგულების შენარჩუნებას. ასევე აუცილებელი ასპექტი არის სიმდაბლე, რომელიც მოიცავს ხორციელი ბუნების, ესე ვთქვათ, ეგოიზმისა და სიამაყის გვერდით გადადებას, იმისთვის, რომ შენ შეძლო სრულფასოვნად და უანგაროდ ემსახურო უფალსა და ადამიანებს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ღმერთის ნიჭი და მადლი სწორად გამოიყენოს. რადგან ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ჩვენგანში ღმერთს აქვს ჩადებული გარკვეული ნიჭები, ხო? გარკვეული ტალანტები, როგორც ბიბლიაში წერია. ანუ დაუშვათ, ზოგ ადამიანს შეუძლია, რომ იყოს მახარებელი, ზოგ შეუძლია იყოს სხვა კუთხით მოემსახუროს უფალს, ხო? გაავრცელოს სიტყვა, დაეხმაროს გაჭირვებულს და ასე შემდეგ. ყველა ეს ნიჭი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მის სადიდებლად, ანუ მისი მსახურებისათვის. და არ უნდა გავფლანგოთ ტყუილად ეს ნიჭები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ეს მსახურება უნდა იყოს უანგარო. რაც ნიშნავს ეს, რომ ჩვენ მოქმედებთ ჯილდოს მოლოდინის გარეშე. ანუ ჩვენი მოტივი არ არის ის, რომ მივიღოთ გარკვეული ჯილდო. იმიტომ რომ მთავარი ჯილდო, რომელიც არის ხსნა, ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს. ახლა დრო არის, რომ ჩვენ უფალს თავად დაუბრუნოთ პატივისცემა და მადლობა ამ უდიდესი ჯილდოსათვის. მოდით ახლა განვიხილოთ ღმერთის მსახურების ძირითადი ასპექტები. ესე იგი, მსახურება არ არის რაიმე დამსახურების მოპოვება და ან ხსნის მოპოვება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საქმეებით ჩვენ ვერ გადავრჩებით. ანუ ჩვენი საქმეები არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვართ გადარჩენილები. ეს არ არის შესაბამისად, ეს არ არის ხსნის მოპოვების მცდელობა, არამედ ეს არის პასუხი ღმერთის ჩვენდამი სიყვარულზე. ანუ ღმერთმა პირველმა გამოიჩინა ჩვენდამი სიყვარული და ახლა დროა, რომ ჩვენი საქმეებით მას ვუპასუხოთ ამ სიყვარულზე, როგორც ერთგულმა შვილებმა. ხო? შემდეგი ასპექტი არის ის, რომ ღმერთის მსახურება ყოველთვის არის ხოლმე მადლით გაჯერებული და გაძლიერებული. რას ნიშნავს ეს? რომ ჭეშმარიტის მსახურება ხდება სწორედ იმ ძალაზე დაყრდნობით, რომელსაც უფალი შენ თავად გაძლევს. ხომ არის ხოლმე შემთხვევები, რომ ხანდახან ფიქრობთ, რომ არა, მე ამის გაკეთებას ვერ შევძლებ. ეს ჩემთვის შეუძლებელია. მე ხომ ეს არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ თუ კი შენ გადადგავ ამ ნაბირს, ღმერთი გაძლევს ხოლმე იმ საჭირო რესურსს, საჭირო უნარებსაც და საჭირო ძალასაც, რომელიც შენ ამ საქმის შესასრულებლად გჭირდება.
და აქაც როგორც თაყვანისცემისას ამ ყველაფერს მოაქვს სიხარული, ანუ ღმერთის მსახურება ადამიანს ანიჭებს სიხარულსა და კმაყოფილებას, რადგან მან მისი ცხოვრება ღმერთის მიზანს შეუთანხმა, ანუ თანხვედრაში ჩასვა, ესე ვთქვათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ღმერთის მსახურება იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარი ცხოვრებითა და სწორი გადაწყვეტილებებით ცდილობს გახდეს ღმერთის გეგმის ნაწილი. შედეგად, ჩვენ ღმერთი გვიხმობს თავის მსახურებაში არა იმიტომ, რომ მას ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე და მას ადამიანის დახმარება არ სჭირდება, თუმცა ის გვიხმობს არა ამისთვის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქციოს საკუთარი მიზნების თანამონაწილეებად. ანუ ის თავის მიზნებს სწორედ იმით ასრულებს, რომ გვაძლევს მადლს იმ საქმის შესასრულებლად, რაც მან დაგვავალა, რადგან ვიცით, რომ მადლის მომცემი იღებს დიდებას, ხოლო მსახური სიხარულს. შესაბამისად, სწორედ ეს არის ღმერთის შანაფიქრი სამყაროსთვის, რომ ადამიანებმა შეიცნონ მისი დიდება და მისმა ხალხმა გაიხარონ მასში. შესაბამისად, ალბათ თქვენც დარწმუნდით ისევე როგორც მე, რომ ღმერთისადმი თაყვანისცემა და მისდამი მსახურება არის ორი უძლიერესი, უმნიშვნელოვანესი გადამწყვეტი ასპექტი ადამიანის ცხოვრებისა, იმ ადამიანის, რომელიც თავს თვლის ქრისტიანად და მორწმუნედ. ახლა კი მინდა მოგიყვანოთ ბიბლიური მუხლები ბიბლიიდან, რომლებიც სწორედ ამ ორ საკითხს ეხმიანება. პირველი ეს არის მათეს 22:37, სადაც წერია: მან უთხრა მას, შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულითა და მთელი შენი გონებით. რატომ მოვიყვანე ეს ასპექტი? თითქოს აქ არ არის არც თაყვანისცემაზე საუბარი, არც მსახურებაზე, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, თუ კი პირველ რიგში ღმერთის ბუნებას არ გაიცნობ, მას არ დაუახლოვდები და მას არ შეიყვარებ, ვერ შეძლებ რომ თაყვანისცემას, რადგან ეს გამოვა ყალბი, ხო? მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი მოხდება და უფალს მთელი შენი გულით, გონებითა და სულით შეიყვარებ, შემდეგ უკვე შენ შეძლებ მას თაყვანი სცე და პატივი მიეგო სულითა და ჭეშმარიტებით. შემდეგი მუხლი არის ფსალმუნების 94:6, სადაც წერია, რომ მოდით თაყვანი ვცეთ და მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბიბლია ხშირად უსვამს ხაზს ამ საკითხს და მიგვითითებს, რომ თაყვანისცემა ღმერთისადმი არის აუცილებელი ასპექტი ჩვენი ცხოვრების. შემდეგი ეს არის მარკოზის სახარება 10:45, სადაც წერია, რომ რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახუროთ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდლად. ნახეთ რა საინტერესოა, იესომ თვითონ მოგცა მაგალითი მსახურების, ანუ იესოს არ ემსახურებოდნენ, არამედ ის თავად ემსახურებოდა ადამიანებს და ამით მან ჩვენ მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენც მას უნდა მივბაძოთ და უნდა ვემსახუროთ ადამიანებსა და ღმერთს. შემდეგი არის გალატელთა 5:13, სადაც წერია, რომ ხოლო თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. როდესაც ჩვენ უფლის შვილები ერთმანეთს სიყვარულით მოვემსახურებით, რა თქმა უნდა, ამითაც ჩვენ ვასიამოვნებთ ჩვენს საერთო მამას, რადგანაც ჩვენ ყველანი ვართ მისი შვილები და ნებისმიერ მამას ესიამოვნება, როდესაც მისი შვილები ერთმანეთს სიყვარულით ემსახურებიან. შემდეგი არის 1 პეტრეს 4:10, სადაც წერია, რომ თითეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც ღვთის მრავალგვარი მადლის კეთილმა მნეებმა. აქაც ხაზგასმულია ის, რომ ჩვენი ნიჭი, რომელიც უფლისგან გვაქვს მიღებული, არ უნდა გავფლანგოთ, არამედ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვემსახუროთ უფალსაც და მის შვილებსაც. ესეც ასე, ეს ორი საკითხი მინდოდა რომ განმეხილა თქვენს წინაშე, რადგანაც მივხვდი რომ ფაქტობრივად იმდენად ღრმა და სერიოზული საკითხებია, რომ თუ კი არ ჩაუღრმავდით ამას ჩვენ, თუ კი დრო არ დავუთმეთ და არ გამოვიკულიეთ, შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ვიცით ყველაფერი, მაგრამ ესე დეტალურად ამ ყველაფრის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სათანადოდ შევძლოთ თაყვანი ვცეთ უფალს და ვემსახუროთ მას და უფალი დაგვეხმაროს, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად შევძლოთ.
მადლობა.